გამარჯობა მსმენელს, დღეს წინა მძიმე თემიდან გადავდივარ სუბუქ სალაპარაკო თემაზე და ეს არის ფილმის ჩემი საყვარელი ჟანრები. ესე ვთქვათ, რომ დავიწყო შესავლით 17-18 წლამდე ფაქტობრივად ფილმებს არ უყურებდი თუ არ ჩავთვლით ტელევიზორში გასულ ქართულ ფილმებს და რაღაცა სხვადასხვა მაგალითად საახალწლო ან რაღაც საოჯახო კომედიების ფრაგმენტებს. ესეც სხვადასხვა არხზე გასულს. ეს შემთხვევით რომ შეესწრები და დასაწყისი რომ არასდროს არ გინახავს და სულ ერთი და იგივე ადგილიდან რომ ნახულობ. ესენი ძირითადად იყო ხოლმე მისის დაუთფაიერი, მარტო სახლში და კიდე რაღაცები, რაც მეორდებოდა ხოლმე რა. 17-18 წლამდე არ უყურებდი. თითქოს არ ვიცი რატომღაც თვითონ ფილმების მიმართ მქონდა რაღაც უცნაური პროტესტი, იმიტომ რომ მე გაზრდილი ვარ ანიმაციაზე და ანიმაცია ჩემთვის იყო და დღემდე არის გარკვეულწილად რაღაცა კინემატოგრაფიის საფუძველი თითქოს ეგ არის ჩემთვის საწყისი და ეს ანიმაცია მოიცავდა ბარბის, დისნეის, ქართულ მულტფილმებს და რუსულ მულტფილმებს. ამიტომ როგორც თქვი, თუ თქვათ ქართული ფილმი არ იყო რომელიმე არხზე ან რაღაცა არაქართული ფილმის თქვათ ფრაგმენტები ისე ვთქვათ ფილმი არ მქონდა ნახე. ჩემთვის პირველი ფილმი იყო არტური და მინიმოსები თუ იცით, ალბათ რა ვიცი ეცოდინება ზოგს. რომელიც სხვადასხვის თავიდან მულტფილმი მეგონა, იმიტომ რომ პოსტერზე ხო სამგანზომილებიანი ანიმაციის ფიგურები ახატია და ძალიან მახსოვს როგორი იმედგაცრუებული ვიყავი, 7 წლის ვიყავი და ფაქტობრივად ჩემთვის ეს იყო პირველი ფილმი ცხოვრებაში, რომელსაც შევხედე. ფაქტობრივად რაღაცა ეგრე გამოვიდა, იმიტომ რომ მანამდე მუდმივად ამ ანიმაციასთან მქონდა კონტაქტი. და მახსოვს როგორი იმედგაცრუებული ვიყავი, იმიტომ რომ მთლიანად მულტფილმი მეგონა და ეს არ ვიცოდი ჯერ ეს რა ხელი იყო, ერთად რო არის ანიმაციური ფიგურები, რაღაცა მულტფილმი და ფილმი რო ერთდება. ამ დროისთვის უკვე 17 წლიდან მოყოლებული იმდენად ჩაძირული და ჩაფლული ვარ უკვე, ესე ვთქვათ, კინემატოგრაფიულ სამყაროში, რომ ფილმ ბავშვს რო ეძახიან, ფაქტობრივად ეგ გავხდი. და კაი ხელა რაოდენობის იდიოტური ფილმებიც მექნება ნანახი. სხვათაშორის უნდა აღვნიშნო, რომ სიცუდეს უფრო ფილმს ვპატიობ, ვიდრე ანიმაციას. ანიმაცია ჩემთვის იმდენად მაღალ თამასაზე ზის, იმდენად ფაქტობრივად ლაპარაკი რო ახალი ნასწავლი მქონდა და წერა-კითხვა, ეგეთ ასაკში ისეთ ანიმაციებს ვუყურე, რომ გემოვნება მაგან თავიდანვე განსაზღვრა ჩემთვის რა და თამასაც. ამიტომ ანიმაცია არის ისეთი რაღაცა, რასაც ჩემს ძალიან იდეალისტურ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს უკავშირებ. უფრო ბევრი ფილმი მაქვს ნანახი, ორჯერ უფრო ბევრი, ვიდრე წიგნი მაქვს წაკითხული. იმიტომ რომ რაღაცა ფილმების, ესე ვთქვათ, ხანგრძლივობის გამო და რა დროც უნდა დაუთმო, მაგათი, ესე ვთქვათ, დამთავრება უფრო მალე შეიძლება, ვიდრე წიგნის რა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე უამრავი იდიოტური ფილმიც მაქვს ნახი და მოყარე ჯოჯო ხეთის რო არ მიიღებს. ესეთი ფილმებიც მინახავს. ერთი ვარსკვლავი კი არა, -200-საც რო არ იმსახურებენ 5 ვარსკვლავიდან ესეთები. და მაგის მიუხედავად, ხო, მაინც მულტფილმი თუ ცუდია, მაგაზე უფრო აღშფოთებული ვარ ხოლმე, მოკლედ რა ვთქვა. დავიწყებ ყველაზე საყვარელი ჟანრებით. პირველი ეს არის თრილერი. ხო, არ ვიცი, ჯერ კიდე შეჯერება მიჭირს, რომელი უფრო მომწონს თრილერი თუ საშინელებათა ჟანრი. მე იმიტომ რომ საშინელებათა ჟანრის ფილმებს რაღაცა პერიოდის განმავლობაში უკრძალავდი ჩემ თავს, ჩემზე ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებდა და მაგის გამო. ხო და აღმოჩნდა, რომ უფრო მაგ აკრძალვის დროს ფოკუსი მქონია ზებუნებრივ, ანუ supernatural საშინელებათა ფილმებზე. ხო და მე აღმოაჩინა, რომ თურმე სხვა ჟანრებიც აქვს ჰორორს და არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა ერთი ქვეჟანრის გამო მთლიანად ჟანრის ფილმების ყურება ავიკრძალო. ამიტომ ხო რაღაცა, ესე ვთქვათ, გავაგრძელე ახალი ფილმების ნახვა, ისეთი ფილმებიც ვნახე, რომლებსაც ჩემ თავს რომლებიც ავიკრძალე და აღმოჩნდა, რომ შეიძლება ისეთი
საშინელებათა ჟანრის ფილმების მოძებნაც, რომელიც ფსიქიკას არ გაგინადგურებს და უფრო ისეთია, რა ვიცი, გასართობიც არის, ნაკლებად დამანგრეველი ფილმებიც მინახავს და ეგეთ ჟანრებს ვერიდები. მთავარი ის იყო, რომ მე გამეგო როგორი ქვეჟანრები საერთოდ არ მომწონს და როგორც უფრო ხშირად უყურებ. ხო და საერთოდ რაც არ მომწონს, ეგ არის წამების შემცველი, სექსუალური ძალადობის შემცველი ფილმები და კიდე სლეშერებიც არ მიყვარს. აი სლეშერთან ერთად თუ არის რამე სხვა მახასიათებელიც ან სხვა ქვეჟანრიც არის რაღაცა ორი ჟანრის გადაკვეთა ან რამე ეგეთი, მაშინ შეიძლება უყურო. ან შეიძლება იმიტომ უყურო, რომ უბრალოდ კლასიკა და საერთოდ არ მინახავს და მაინტერესებს, მე მინდა რომ რაღაცა ვიცნობდე და უფრო ამიტომ. თორე სლეშერს და აი Terrifier რომ არის ეგეთ და ადამიანი ასფეხასნაირ, ანუ Human Centipede-ისნაირ ფილმებს ვერიდები აბსოლუტურად. ერთხელ რომ ნახავ, მეორედ მიბრუნება აღარ მინდა, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებს ეგ ყველაფერი ჩემი ფსიქიკისთვის სასარგებლოს. ყველაფერი პირიქით რა, ისეთ მდგომარეობაში მაგდებს, რომ აი რაღაცები ყოფილა მინახავს და ან რამდენიმე თვე, რამდენიმე წელი ვეღარ გამოვსულა მდგომარეობიდან რაღაცა ფილმების ნახვის მერე. ხო, ძალიან არ გავერთო მოკლედ. დავიწყებ თრილერით. თრილერი არის ისეთი ჟანრი ჩემთვის, როცა მეკითხებიან როგორი ფილმები მოგწონს, პირველს თრილერს ვეუბნები. აი ამ დონეზე დგას ჩემთვის. თრილერი არის ისეთი ჟანრი ჩემთვის, რომელიც შემიძლია ჩავრთო საშინელებათა ფილმებზე ხშირად და უფრო მეტად, იმიტომ რომ ნაკლებად მენგრევა ფსიქიკა, პირდაპირ რო თქვა. ზოგჯერ საშინელებათა ფილმების ყურებისას ისეთი დაძაბული ვარ თვითონ შინაარსიდან და ვიზუალიდან გამომდინარე, ჩემ ყოველდღიურობაზე მოქმედებს ხოლმე რა, ეგეთებიც ყოფილა განსაკუთრებით, აი რაც დასაწყისში ვახსენეს, სადაც მაგალითად წამება არის, რაღაც ძალიან ბევრი სისხლის არ მეშინე, სისხლი უფრო მეზიზღება, რაღაცა ზიზღი მაქვს. აი სლეშერის გარდა ერთ ქვეჟანრს კიდე სადაც ბევრი სისხლი ჩანს და ბევრი მკვლელობა და დაჭრა, მაგას ქვია splatter, თუ არ ვცდები. ეგეც რაღაცა ქვეჟანრია, როგორც ვხვდები. ხო და ეგ და სლეშერი ხშირად იკვეთება ხოლმე. და ხო, მოკლედ კონტენტიდან გამომდინარე არ მომწონს ეგ. არ მსიამოვნებს, არ მეკომფორტულება არანაირად. არის რაღაცები, რაც მაინც და მაინც არ მომწონს, მაგრამ ვიტან. სერიული მკვლელი ელექტროხერხით უკან ხალხს გამოვაკიდა და ნაწილებად დაჭრა, ეგ მაგასთან არ ვარ არანაირად კომფორტულად. ჩემ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს ხოლმე სერიოზულად. ამიტომ, რადგან საშინელებათა ფილმებს უფრო ახასიათებს, ესე ვთქვათ, ბევრი შემაძრწუნებელი ფაქტორი, ვიზუალი და ასე შემდეგ ჟანრიდან გამომდინარე, ამიტომ მე პირადად თრილერი მირჩევდი. ხა ეგ მას ანიშნავს, რომ თრილერები დაძაბული არ ყოფილა, რასაც უყურე ან ასე შემდეგ. მაგრამ წიგნებზეც იგივე შემიმჩნევია, თრილერი წიგნები და ფილმები არასდროს ყოფილა ისეთი ან ვიცი, აგრესიული თუ მძიმე და არაკომფორტული, როგორც ხშირად ყოფილა საშინელებათა ფილმები. მე მგონი ეგრე ჯობია ყველა ჟანრიდან, რაზეც დღეს ვილაპარაკებ, ერთ ან ორ რეკომენდაციას გაჩუქებთ და რადგან ახლა თრილერზე ვლაპარაკობდი, თრილერები არის შემდეგი, რომლებიც ავარჩი. ერთი არის Searching, 2018 წლის ფილმი. Found footage ქვეჟანრს ეკუთვნის, რომელიც მგონი სადღაც რომელიღაც ეპიზოდში ვახსენე ეგ ქვეჟანრი, ესე იგი გადაღებული არის ისე, თითქოს თვითონ მსახიობები იწერენ, მაგალითად ტელეფონზე, პერსონაჟის კამერაზე, მსახიობები კი არა, პერსონაჟები უნდა მეთქვა. ან მაგალითად შეიძლება მთლიანად ვიდეო ზარი იყოს, მთელი ფილმი, ზუმის ზარი, ან
არ ვიცი, რომელიმე ვიდეოზარი რა. და ძირითადად სულ ესეთი რომელიმე მოწყობილობაზე ჩაწერილი ვიდეოებია და მაგისგან არის მთელი ფილმი აწყობი. ან სათვალთვალო კამერა, ან მობილური, ან კომპიუტერის კამერა, ან ასე შემდეგ და ძალიან ნატურალურს ხდის ეგ ქვეჟანრი ფილმებს. მაგიტო ყველაზე მეტად ეგ მიყვარს და ეგეთი საშინელებათა ფილმებიც მაგ ქვეჟანრში მირჩევნია ხოლმე. უფრო პირისპირ ესე თქვა პერსონაჟის თვალით უყურებ ყველაფერს, უფრო საშიშიც გამოდის ეგრე და მოკლედ ეგრე რა. ხო, ერთი searching და მეორე რეკომენდაცია არის Promising Young Woman, 2020 წლის ფილმი. Emerald Fennelly, სწორია, სწორად ვამბობ. Emerald Fennelly ყოფილა და მაგ ქალით იმდენად იმედგაცრუებული ვარ, სამწუხაროდ შემხვდა ის უბედურება, რასაც ქარიშხლენი უღელტეხილის ტრეილერი ქვია და ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი, რო არ წამეკითხა ვინ გადაიღო რეჟისორის სახელი, საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, ეჭვსაც კი ვერ მივიტანდი Emerald Fennelly-ზე და ძალიან იმედგაცრუებული ვარ მეთქი კიდე რბილი ნათქვამია, იმიტომ რომ ჩემთვის Promising Young Woman იყო პირველი ფილმი მისი გადაღებული და იმდენად მაღალი თამასა დასვა, როგორც კოსტიუმებით, როგორც საუნდტრეკით, ესე ვთქვათ, მუსიკა და სიმღერები, როგორც იყო შერჩეული რაღაც თემატურად და სიმბოლიზმის მიხედვით, დღემდე გამოშტერებული ვარ ამ ფილმით და ჩემს, ესე ვთქვათ, საპატიო სიაში ერთ-ერთი პირველია და როცა კარგ და მაგარ ფილმებზე ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი ეს მახსენდება ხოლმე და როგორ მოახერხა რომ ამ დონეზე დავიდა და ეს იკადრა, როგორიც ქარიშხლენი უღელტეხილის ტრილერია, პირდაპირ არ ვიცი, ამიტომ ცხადია მაგ ფილმს არ ვნახავ. მე იუთუბერები რო გამოვა ეს ფილმი და იუთუბერები რო უყურებენ მარგო რობის და რა ქვია იმას, ჯეიკობ ელორდის, მეც დავჯდები და ვიღაცის ანალიზს უყურებ, როგორ იშლის ნერვებს და მე უყურებ სხვისი ნერვების მოშლას, მოვუსმენ ვიდეოთი. მე თვითონ არ ვაპირებ ჩემ თავს ეგ ტანჯვა მივაყენო. შემდეგი არის საშინელებათა ჟანრი, რომელსაც თავიდან ვერიდებოდი და სიყვარულ-სიძულვილის ურთიერთობა მქონდა, როგორც იტყვიან ხოლმე. რაღაცნაირად მეშინოდა თითქოს მაგ ჟანრის. სხვათა შორის იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ ესეთი დამოკიდებულება რაღაცა პერიოდში ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, რელიგიური ვარ და მორწმუნეობა, ასე ვთქვათ, არ შემიწყვეტია. ხშირად მესმის ხოლმე, ხშირად გამიგია სხვებისგან, რომ რაღაცა ქრისტიანისთვის და მორწმუნისთვის საშინელებათა ფილმების ყურება არ შეიძლება, რომ ღმერთს ცოდავ მაგითი და რო გაშინებს და სტრესში გაგდებს, შენამითი ცოდვაში ვარდები თუ რაღაცა და ცოტა ძალიან არა, მაგრამ ოდნავ მაგ ფაქტორსაც ქონდა გავლენა, რომ ესე ვთქვათ, საშინელებათა ფილმების მით უმეტეს ზებუნებრივი ქვეჟანრისთვის არ მეყურებინა. მაინც მიხარია, რომ გადავლახე ეგ, იმიტომ რომ რაც მაინტერესებს, ეხლა კი ვთქვი წეღან, რომ არის რაღაცა ტიპის ფილმები, რაც სერიოზულად მინგრევს ფსიქიკას, თან იქიდან გამომდინარე, რომ ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობაც მაქვს, განსაკუთრებით მძიმე კონტენტის და შინაარსის შემცველი ფილმები უბრალოდ უაზროა, რომ დავჯდე და ვუყურო. ამიტომ მთავარია, რომ ჩემი საზღვრები ვიცოდე რა. ვიღაცები სხვათა შორის ეგრეთ წოდებული თავგადაკლული ფანები, ეხლა მე ესე პირდაპირ არავინ არ დამლაპარაკებია და არ უთქვამს, მაგრამ ესე არც ერთ ფანდომში არ ვარ ჩართული და დიდად რო ვთქვა, ესე ფილმების მოყვარულებთან მაინც და მაინც საშინელებათა ჟანრზე არ გამიზიარებია აზრები, მაგრამ ზოგ იუთუბერს რო ვუყურებ, იმათ უთქვამთ ხშირად, უბრალოდ მათთვის უთქვამთ ზოგს კომენტარებში, რომ რაღაცა ტიპის ფილმებს, განსაკუთრებით კლასიკას, თუნდაც მძიმე იყოს და საშინელება, თუ არ უყურე, შენ საშინელებათა ჟანრის მოყვარულად არ ითვლებიო და ძალიან დიდი სისულელეა, რომ ესე რაღაცა სკოლის თუ უნივერსიტეტის გამოცდასავით რაღაცა კრიტერიუმები აქვს რაღაცის სიყვარულსაც, ძალიან დიდი სისულელეა. ეხლა მე არ ვიცი, რომ აწამონ და პამიდრები რომ ესროლონ, რა ასე წითელ ხაზს ვავლებ და ვამბობ, რომ არ უყურებ, იმას უბრალოდ არ უყურებ. ახლა სერბიან ფილმზე და მეორე ადამიან ასფეხაზე რომ დამსვა,
არაფრის ფასა და არ ვიცი მილიონი დოლარი რო გადამიხადონ, მაინც არ უყურებ გამორიცხულია. ამიტომ ძალიან დიდი სისულელე მგონია, იმიტომ რომ ვიღაცამ თითი არ მომაშვიროს, არ დამცინოს და არ მიყვიროს და გამიბრაზდეს მაგის გამო მე ჩემს საზღვრებს გადავიდე, ვერ წარმომიდგენია უბრალოდ და არც მგონია სწორი ესე ყველა გაშლილი ხელებით გადაეფაროს ჟანრებს. არც ეგეთი სერიოზული არ არის არც ერთი ჰობი და ინტერესი, რომ დადგე და რაღაცა ლოზუნგები და ტრანსპარენტებით რაღაცები იყვირო, რომ თქვენ აქაურობას არ ეკუთვნით და რაღაცა მსგავსი სისულელე კრიტერიუმები თვითონ რაში სჭირდებათ, რომ რაღაცა თავის რიგებში სხვა ფანები მიიღონ, არ ვიცი და იმასაც ვერ ხვდები რა დოზანაა, რომ ყველას ერთ და იგივე ფილმები უნდა მოსწონდეს. აი დაუშვათ არის თან ბევრი 70-იანების და 80-იანების ბევრი საშინელებათა ფილმი არის, რომელიც მე დღემდე არ მინახავს. რაღაცებს არც ვნახავ, რაღაცეები უბრალოდ გადავავადე დიდი ხანია და უბრალოდ ცოტას ვწელავ. რაღაცა ფაქტორების გამო შეიძლება კლასიკა რო არის და უმეტესობამ რო იცის უფრო შეიძლება მაგის გამო. ხო და აი ჩემზე მაგალითად ფსიქოლოგიურად ეგრე მოქმედებს. რომ რაც უფრო ბევრი ადამიანია რაღაცის გარშემო შეგროვილი და რაც უფრო მეტი ისტერიკა რაღაცაზე ატეხილი ან კლასიკად ითვლება, წიგნებზე უფრო არ ვარ ეგრე, უფრო ფილმებზე ვარ, დიდი ხანი მჭირდება, რომ ფსიქოლოგიურად გადავლახო და მოვემზადო, არც ერთ თინეიჯერობის დროსაც არც ერთ ფანდომში არ ყოფილვარ ჩართული, იმიტომ რომ სპეციალურად ვცდილობდი გამოყოფას და განსხვავებულობას, უბრალოდ ჩემზე ეგრე მოქმედებს. თუ რაღაცაში ჩავერთვები და მაინტერესებს, უნდა ჩავერთო მთლიანად, ასე თუ ისე ინფორმაციის დიდი ნაწილი უნდა ვიცოდე. წიგნების სერია თუ არ და იმ წიგნებზე გადაღებული ფილმები, რაღაცნაირად ყველაფერს უნდა ვადევნებდე თვალს, რომ უფრო რაღაცა სრულყოფილი ინფორმაცია მქონდეს და მე თვითონაც სრულ ფასოვნების შეგრძნება მქონდეს, რომ რაღაცას ვადევნებ თვალს, იმიტომ რომ იქ ბევრი ასპექტია, რაც შეიძლება მაინტერესებდეს და თუ არა და მაშინ უცდი რამდენიმე წელი და როცა მომეხასიათებდა და მომეპრიანება განწყობის მიხედვით უყურებ. მაგალითად თინეიჯერ მგელს არ უყურებდი, საერთოდ მართლა გულთბილად ვამბობ, არ მაინტერესებდა, ვიცოდი რომ Music Box-ზე გადიოდა და რეკლამებს ვნახულობდი, მაგრამ არანაირად არც კი გამივლია გონებაში, რომ დამჯდარიყავი და მეყურებინა, იმიტომ რომ საერთოდ არ იყო ეგ ჟანრი ჩემთან ახლოს. რაღაცა ერთიანად რო ავიყურე სერიალი, როგორიც არის ეგეთ სერიალებს არც ახლა არ უყურებ, არ დავჯდები და არ უყურებ გიჟივით, მაგრამ 20 წლის ასაკში უყურე თინეიჯერ მგელს, როცა უკვე რაღაცა ეს პოპულარობის ზენიტი გადასული იყო, ხო, ამიტომ ხო იმის თქვა მინდა, რომ არ არის ეს gatekeeps რო ეძახიან რა ეს რაღაცის დაცვაში ჩადგომა შუბებით და ხმლებით არ არის საჭირო. აპირიქით ეგეთი ხალხი უფრო რაღაც სულელურად გამოიყურება და დებილურად ჩანს გარედან, რომელიც წივის და კივის კომენტარებში შეიძლება რა ვიცი, საგვარეულოც გაგინოს, იმიტომ რომ რაღაცა არ გაქვს ნანახი, ან რაღაცას არ წაკითხავენ, არ მოგწონს და ასე შემდეგ. საშენებათა ჟანრში, როგორც ვთქვი, საყვარელი ქვეჟანრი არის found footage და ერთ-ერთი მაგის მაგალითი შეიძლება იცოდეთ ყველაზე ცნობილი და ყველაზე პირველი მაგალითია მაგ ქვეჟანრში Blair Witch Project, რომელიც ძალიან დაბალ ბიუჯეტზე გადაიღეს და არტყა, არ ვიცი, 9 ნიშნარი რიცხვებზე. ხო და რამდენჯერმე რომ აქვს ნახსენები, უკვე ესე მგონია, რომ ბევრჯერ ავხსენი და ბევრი განმარტება აღარ სჭირდება მაგას. კიდე ქვეჟანრებში მომწონს გოთიკური საშინელებათა ფილმები, რომლებიც მაინც და მაინც ბევრი რო თქვა ისე არ მაქვს ნანახი, იმიტომ რომ არ ვიცი, ეტყობა არ არის საკმარის გადაღებული. ერთი Sleepy Hollow ნახე, რომელიც გოთიკურში გადის და მეორეს რეკომენდაციაში გეტყვით. ძალიან გული მწყდება ხოლმე ზოგჯერ, იმიტომ რომ ჩემთვის ეგეთი ფილმის ჟანრის ატმოსფერო არის იდეალური. არ ვიცი, ყველანაირი გაგებით იდეალური იქნებოდა ჩემთვის რაღაცა სულ ესეთ გარემოს მინდა რომ უყურებდე, თუნდაც Pinterest-ზე, ან Pinterest-ზეც ხო ისეთ, მაგალითად ისეთ მიტოვებული შენობებს, ისეთ ფოტოებს ვნახულობ, ან ასე შემდეგ, რომ რაღაცნაირად წიგნებშიც ახლა ვიწყებ მაგ ჟანრის, ესე ვთქვათ,
მიმოხილვას თუ როგორც ქვია რა, მაგ ჟანრში მეტი რაღაცის მოძებნას. ხო და ვისურვებდი, რომ ფილმიც მეტი იყოს. ეტყობა არ არის ბევრი გადაღებული. კიდევ ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი, კიდევ ფოლკ ჰორორი, რომელთანაც ასევე გარკვეულწილად სიყვარულს იძულვილის ურთიერთობა მაქვს. კიდევ მონსტრები და სამეცნიერო ფანტასტიკასთან გადაკვეთილი საშინელებათა ჟანრი. რო გადავხედე ახლა, ერთ-ერთ ქვეჟანრში მაჩვენა ბნელი ფენტეზიც. ხო და ბნელი ფენტეზის შემცველი ფილმებიც ცოტა მაქვს ნანახი კი არა, მე მგონი საერთოდ არ მაქვს, რო დავფიქრდე ისე, უფრო ძველი რუსული ფილმები გადის მაგ ქვეჟანრში და ისიც საშინელებათას არ მიეკუთვნება, უფრო რაღაცა ზღაპრების კატეგორიაში გადის, ან შეიძლება ეგეც არის საშინელებათა, არ ვიცი. და წიგნებში ხო არ ვიცი, მენატრება ეგ ჟანრი რასაც ქვია. და მართლა უნდა დავიჯდე და სერიოზულად მოვჩხრიკო და მოვინიშნო ეგეთი წიგნები, იმიტომ რომ აი გოთიკური საშინელებათა ფილმი და გოთიკური საშინელებათა და ბნელი ფენტეზი არის ორი ისეთი ჟანრი, რომელიც აი უბრალოდ აი ესეთი წიგნები და ფილმები მინდა რომ თავზე დავიყარო და შიგნით ჩავეფლო. აი ეგეთი ატმოსფერო მჭირდება, რაღაცა ის სული მთხოვს ეგეთ ატმოსფეროს, რასაც ქვია რა. ეხლა საშინელებათა რეკომენდაციებს რაც შეეხება, ერთი რეკომენდაცია არის CAM 2018 წლის CAM და აღწერაშიც დავწერ, შეგიძლიათ ნახოთ რეკომენდაციები. საკმაოდ საინტერესოა, საკმაოდ მაგარი გადაღებული. რაც ვნახე იმის მერე ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე და ესე მგონია რომ დროსაც ძალიან გაუსწრო. 18+-ია თუ ვინმე სჭირდება ამის მითითებაც, ახლა ჩემი არხი ისედაც 18+-ია და ისედაც იმედი მაქვს რომ ბავშვები არ უსმენ ან ჩემ პოდკასტს ან ჩემ ვიდეოებს არ უყურებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ვიტყვი. ესე იგი რით გაუსწრო ამ ფილმმა დროს? რაღაცნაირად ეხება სექს მუშაკს, ოღონდ აი OnlyFans-ისნაირ პლატფორმაზე მუშაობს და ეს არ არის ის შემთხვევა, როგორიც ზოგადად არქეტიპულად წარმოუდგენია ხოლმე ხალხს, რომ ვიღაცას დააძალეს სექს მუშაკობა ან ძალით ჩაითრიეს ექსპლუატირებული ან ასე შემდეგ, პირიქით არის ასე ვთქვათ, ეს მთავარი პერსონაჟი ნაჩვენებია, როგორც თავის საქმის მოყვარული, ასე ვთქვათ, რა რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს და გასაკვირად უნდა ჟღერდეს და ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ თავის პროფილზე ვეღარ შედის და ვიდეოებს ვეღარ ტვირთავს და აღმოჩნდა, რომ რაღაც ხელოვნური ინტელექტის მაგვარი ორეული კლონი გამოჩნდა, რომელიც ზუსტად მისნაირად ლაპარაკობს, ზუსტად მისი სახელი აქვს მითვისებული და მისნაირ რაღაცებს აკეთებს და თვითონ ფაქტობრივად საქმის გარეშეა დარჩენილი და ეს ხელოვნური ინტელექტი რაღაცა გაურკვეველი გზით აღმოცენდა და ჩაანაცვლა რა და რაღაცა ძალიან უმწეობის განცდას გიჩენს, როგორი საყურებელიც არის, რომ ვერ შედის თავის პროფილზე, პოლიციის გამოძახებაც უხდება, იქ თავის დაცვაც უწევს და მაგითი ასე მგონია, რომ ის სტერეოტიპით დანგრეულია, რომ სექს მუშაკებს ყველანაირი ყურადღება მოსწონთ კაცებისგან და სექსუალურ შევიწროებას და ძალადობას ჭყალებში ითხოვენ, როგორც ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ ბევრისთვის სექს მუშაკი ადამიანად არც ითვლება ფაქტობრივად. რაღაცა ბნელი ბიზნესისთვის გამოსაყენებელ თოჯინებს უფრო უთანაბრებენ, რომლებსაც უფლებები არ სჭირდებათ. ხო და ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო კონცეფცია. მეორე არის, აი წეღან ეხლა რომ ვახსენებდი და რომ ვიდორბლებოდი გოთიკური საშინელებათ ჟანრი მინდა მეთქი, Crimson Peak, რომელიც არის გიიერმო დელ ტოროს ფილმი და ალბათ ვისაც ფრანკენშტეინი უკვე ნანახი გაქვთ, მე ჯერ არ მაქვს ნანახი და ვემზადები მაგისთვის ახლა, ხელებს ვიფშვნეთ. ალბათ მაგათ გაგიხარდებათ ისედაც ვისაც გიიერმო დელ ტორო გიყვართ. 2015 წლის ფილმია და მია ვასიკოვსკა არის მთავარ როლში. აი ისეთი კოსტიუმებია, ჯერ მარტო მაგის გამო უნდა ნახო. და ხო, კიდე ის ტომ ჰიდლსტონიც არის, იმედი არ შემშლია გვარი და ჯესიკა ჩესტეინიც. ამიტომ
საკმაოდ ბნელ შეგრძნებებს ტოვებს თან რაღაცნაირი შთაბეჭდილება, ესეთი თოვლიანი გარემო, აა რაღაცა ფსიქოლოგიურად გავლენას ახდენს, მოკლედ აუცილებლად სანახავია. შემდეგი ჟანრი დოკუმენტური. ჩემთვის ესე ვთქვათ, ყველაზე საპატიო ადგილი უკავია. შეიძლება არ გავიქცე დოკუმენტურ ფილმს არ უყურო ეგრევე, როცა ფილმის ყურება მინდა, იმიტომ რომ იმასაც რაღაცა თან გააჩნია რა თემაზე უყურებ. რამე სოციალურ პოლიტიკური თუ არის, ესე ვერ დაждები და რაღაცა ბატიპულს ვერ დაიდებ გვერდზე. ამიტომ ისეთია. ისეთი ჟანრია ჩემთვის, რომელშიც მაქსიმალურ ხარისხს ვეძებ. რაღაც მომენტში სხვა ჟანრებს შემიძლია უფრო ვაპატიო. რაღაცა იქ საშუალო, ცუდი, ცუდსაც შეიძლება იმიტომ უყურო, რომ გაერთო და გიხაროდეს, რომ ნერვებს იშლი. მაგრამ დოკუმენტური ფილმი აუცილებლად საშუალოზე კარგად მაინც უნდა იყოს გაკეთებული. სხვანაირად არ შეიძლება იქ. სტატისტიკაც სწორად უნდა იყოს, რაღაც მომენტში ამაღელვებელიც უნდა იყოს. რამდენადაც შეიძლება მიუკერძოებელი და კიდე ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია კიდე რა თემაზეა. ახლა ვაპირებ კიდე უფრო მეც უყურო. და ისიც უნდა ვთქვა, რომ თუ ესე ვთქვათ მძიმე ან ძალიან მაგარი და მძიმე ან არამძიმე და მაგარი საშენელათა ფილმები და თრილერები ყოფილა ჩემთვის დასამახსოვრებელი და ბაგაძე განსაკუთრებით ხშირად ვფიქრობ. დოკუმენტური ფილმებიც ამ დროისთვის რაც მაქვს ნანახი, იმდენად ინფორმატიული იყო და ისეთი ხალხი ყავდათ გამოკითხული ინტერვიუებში და ასე შემდეგ, რომ მაგ დოკუმენტურ ფილმებსაც საკმაოდ ხშირად უბრუნდები ხოლმე და ხშირად მეფიქრებ, აი ბევრ პარალელს ვავლებ რეალობასთან და ასე შემდეგ. მაგ ჟანრში ჩემი რეკომენდაციები იქნება ერთი Seed, The Untold Story, 2016 წლის ფილმია და ეხება ძირითადად მცენარეთა კულტურებს, როგორ რომ თურმე სიმინდი რაც არის დღეს ხელმისაწვდომი, მაგისი თუ სწორად მახსოვს შეიძლება ვცდები რიცხვში, მაგრამ 90% თუ 98 თუ 99% ხო ვიცი ძალიან ახლოს არის გადაშენებული ჯიშები და ეს ყვითელი სიმინდი ფაქტობრივად ერთადერთი დარჩა და ამ დროს ადრე უფრო მეტი იყო და ამ არასწორად წარმოებულმა აგრიკულტურამ და ადამიანის საქმიანობამ განადგურა ეგ ყველაფერი და ხელი შეუწყო მაგის განადგურებას. და რაც მთავარია, ესე ვთქვათ, აბორიგენი მოსახლეობა ყავთ გამოკითხული, თუ სწორად მახსოვს ინდოეთშიც იყვნენ ჩასულები, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშიც იყვნენ და ამერიკელებისგანაც აიღეს ინტერვიუები და მოკლედ კიდე უნდა უყურო, უნდა გავიხსენო რაღაცები კიდე, უნდა აღვიდგინო ინფორმაცია და რა ვიცი, ძალიან სასარგებლო იქნება ეგ. თან 9 წლის წინ გადაღებულია და მაშინ თუ შემაშფოთებელი იყო, დღეს საერთოდ რა მდგომარეობა იქნება, არ ვიცი, ადვილი წარმოსადგენია ეგ. რაღაცა იმდენად ახლებურად განახებს ყველაფერს, რაც ბუნებაზე და მცენარეებზე იცოდი, თუ ვიცით საერთოდ რამე და თუ სწორად ინფორმაცია გვაქვს, რაღაცნაირად მაგის რევოლუციურად გადატრიალებასაც ახდენს ნამდვილი ინფორმაციით რა, ამიტომ ეგ ძალიან კარგი რეკომენდაცია მგონია. და მეორე ფილმი The Social Dilemma 2020 წლის არის და ეხება ესე ვთქვათ სოციალური მედიის და ხალხის ქცევის კავშირს, ასე ვთქვათ და სულთლად დოკუმენტური არ არის, იქ რაღაცა მხატვრული სცენებიც არის ჩართული, რაღაცა მხატვრულ დოკუმენტურია, თან მხატვრული ფილმის შინაარსი გაზდევს გვერდზე ქვესიუჟეტად და თან არის იმ მხატვრულ მოვლენებზე აწყობილი რაღაცა აწყობილ საკითხებზე რეალური ხალხი გამოკითხული, რაღაც სტატისტიკა წარმოდგენილი, რაღაცა უფრო თვალსაჩინოა თითქოს ეგრე წარმოდგენილი ინფორმაცია. მაგალითად ერთი ხაზგასმული ინფორმაცია რომ მოვიყვანო მაქედან, რაც სულ მახსენდება, რაც მაგ ფილმს უყურე, არის ის, რომ რაც უფრო ნაკლებად შევხვალ სოციალურ ქსელებში, მაგალითად Facebook-ს და Instagram-ს და TikTok-ს და ასე შემდეგ, თუ ნაკლებად სკროლავ, ბევრად ნაკლებად მოწყვლადი ხარ ჯერ ერთი და ნაკლებ ინფორმაციას აგროვებს შენზე
რაღაცა პროგრამა რა. და მე რაღაცა მხატვრული სცენით იყო წარმოდგენილი, ვითომ რაღაცა პატარა მოლეკულები არიან თუ რაღაცა ვითომ პროგრამაში ჩაშენებული ხმა თუ ადამიანები თუ რაღაც ასეთი. თუ ადამიანი სკროლავს გიჟივით, ათვალებს სულ რაღაც ყველაფერს იწონებს, აზიარებს, რასაც ხედავს, საათების განმავლობაში არ გადის სოციალურ ქსელიდან, ეს თქვათ ეს რაღაცა ბჭყალებში ბოროტი რაღაცა პატარა ადამიანები თუ რაღაცები რაც არიან, რაც გიყურებს, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელიდან, უფრო გახარებულები არიან და რაღაცა მეტი ინფორმაცია აქვთ შენზე მოგროვილი, მეტად შეუძლიათ რომ რაღაცეები ისროლონ შენი მიმართულებით, რომ უფრო წამოეგო ანკესზე და აი ის სულ მახსენდება ის სცენა, როცა ადამიანს თავი აქვს განებებული სოციალურ ქსელის სკროლვისთვის და როგორი აი მოწყენილები და დახავსებულები არიან, რაღაცა თვალები აქვთ ამოშავებული და რაღაცა რატო აღარ შემოდით, რატო მიგვატოვა, რაღაცა აი მიტოვებული სათამაშოები ვით ლაპარაკობენ ბავშვი რო ზედ აღარ შეხედავს, რაღაც ეგრე იყო ეგ სცენა გაკეთებული და ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე და მე რა დამოკიდებულებაც მაქვს სოციალურ ქსელებთან, რაზეც წინა ეპიზოდში ვილაპარაკე. დიდწილად მაგ ფილმის გავლენაც არის, ამიტომ დოკუმენტური ფილმები ძალიან სასარგებლო რაღაცა არის და ესე მგონია, რომ ამ ეტაპზე რაც ხდება განსაკუთრებით გარშემო, ძალიან გვჭირდება ყველას. შემდეგი საყვარელი ჟანრი არის მიუზიკლი. აქაც ბევრი მაქვს საკმაოდ სანახავი, რომელიმე მაქვს ნანახი მერი პოპინსი, ეს ბევრი კლასიკური აქაც არ მაქვს ნანახი, ისე როგორც საშინელებათა ფილმებში. და მანდაც თითქოს იგივე პრობლემა მაქვს, აი რაღაცა დიდი ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის გადალახვა მიხდება რატომღაც. ისე დაუკვირდი მე, რომ თუ მინდა კომედია სხვათა შორის ჩემი საყვარელი ჟანრი არ არის კომედია და რომანტიკული. და თუ მინდა რომ კომედია მომეწონოს, უნდა იყოს მიუზიკლი. და თან საინტერესო უნდა იყოს და რა თქმა უნდა კარგი შესრულებაც, იმიტომ რომ რაღაცა სრულად იდიოტური და აბსურდული სიუჟეტი რო ქონდეს, კარგი შესრულება თუ არის, ჩემ თვალში იმ ფილმს ძალიან ევატება ქულები რა. აი ამ სამსახიობო შესრულებაზე გაჭედილი მაქვს მართლა. მახსოვს Singing in the Rain-ს რო უყურე, განსაკუთრებით მომეწონა და როგორც კარგი მიუზიკლის ერთ-ერთი მაგალითი ეგ ნამდვილად მახსენდება ხოლმე, თან აი 50-იანების, უფრო ძველსაც 50-იანების 60-იანების მიუზიკლებს, ის მცირე რაოდენობა რაც მინახავს, ეგ ძალიან კარგი თვისება აქვს, რომ უნაკლო ქორეოგრაფია არის, ქორეოგრაფიული ცეკვები არის ხოლმე დადგმული რა. რაც შეეხება მიუზიკლის ჟანრში რეკომენდაციებს, ერთი იქნება Hair, 1979 წლის ფილმი და ესეთი სოციალურ-პოლიტიკური საფუძველიც უდევს მაგ ფილმს, რაღაცა ძალიან ბევრი რამეა ერთად და აი ეს რთულია, რომ დეტალურად დავახასიათო და ეგეც რაც ვნახე, იმის მერე აღარ ამომდის თავიდან. და ეხლა კიდე მინდა რომ გადავიმეორო და ხელახლა უყურო. დიდი ხანი გავიდა საკმაოდ, სადღაც 5 წელი გავიდა, რაც ვნახე და რაღაცა სცენები მინდა რომ აღვიდგინო მეხსიერებაში. და მეორე რეკომენდაცია Wicked. ანუ ალქაჯი, რა ვიცი, ეგრე გადათარგმნეს საქართველოს კინოთეატრებში რომ გამოვიდა და მაგას პოპულარობა იმხელა აქვს, რომ არ სჭირდება ბევრი წარდგენა, მაგრამ ძალიან ბევრი რამე ხდება მანდაც რა. ახლა რომ მაგას დავიწყო ლაპარაკი, შეიძლება ვეღარ დავამთავრო კიდე პლუს საათნახევარი, ამიტომ ხო დავტოვებ როგორც რეკომენდაციას. რაღაცა ჟანრებზე დღეს არ მილაპარაკია, რა დამრჩა რამდენიმე კიდე ჩემი საყვარელი ჟანრი რაც მაქვს ფილმებში. მირჩენია რომ აქ დავაბოლოვო, სანამ ბოდიალი დამიწყია და ამრებია წინადადებები. ხო, ამიტომ ჩემ YouTube პერსონას მოვპარავ ფრაზას ზუსტად. მიუხედავად იმისა, რომ პარადოქსია ზუსტად ფრაზები არ მოიპაროთ, მეთქი ვამბობ. თვით პლაგიატს ვახორციელებ ახლა. ჩემი ფრაზები არ გაიმეოროთ, ინდივიდუალიზმი მეკარგება. ეგეც თვით პლაგიატი. ეხლა გავჩერდები დროზე, სანამ მოდება დავიწყე.